ხალხო, ქალაქში ვცხოვრობთ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრია ჩვენი ქვეყნისთვის. და კანდიდატად დაასახელეთ ადამიანი, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კონტრდაზვერვის თანამშრომელი და რომელშიც Google ვერ კითხულობს, ანუ არ იგუგლება ტიპი და ბათუმში ვასახელებთ ადამიანს მერის კანდიდატად, რომელიც არა, ბოდიში რა, ეს ლაპარაკი, ტიპი რა საუბარია. ტიპი რამე შეურაცხყოფია, შეურაცხყოფაა რა. ანაირადაა შეურაცხყოფა, კაცო, არა დავგუგლოთ და ვნახოთ შეურაცხყოფა თუა. ადამიანი შეურაცხყოფა ის არის ამ ქალაქისთვის, რომ კანდიდატად უსახელებთ ადამიანს, რომელსაც ინტერნეტ სივრცეც კი ვერ ცნობს. არ იციან ვინ არის და ერთადერთი რითიც ადამიანებმა მერე მას მიაგნეს, თქვეს რომ იყო წინა ხელისუფლების დროს კონტრდაზვერვის თანამშრომელი და რა დამოკიდებულებაა ქალაქზე? აი რას ვამბობთ ამითი, რისი თქმა გვინდა მართლა ბათუმელები დაილიენ ცნობილები, ხელისუფლებაში ხართ კანდიდატს ვერ პოულობთ თუ აი მართლა ყველაფერი იგუგლება დედამიწის ზურზე და გიორგი ცინცაძე ვერ დავგუგლე და იმაში უამრავი ფული გაქვთ კიდე გადახდილი რომ დასახელების მერე პირველ გვერდზე ამოსულიყო და ასე დაგუგლულიყო კაცი და მართლა ძალიან მიკვირს რა დამოკიდებულება და რა ვშვებით ამით ვერ ვიგებთ რა.